ირანის მაღალი რანგის ლიდერი სასტრაფოდ გაემგზავრა ჩინეთში, რათა ომისგან გადაუდებელი გამოსავალი მოეძებნა, მაგრამ პეკინში თეირანს საშინელი შეტყობინება დახვდა. კიდევ უფრო მეტი ზეწოლა კრიზისის დასასრულებლად, რომელიც უკვე საფრთხეს უქმნის ნავთობს, გემებს და ჩინეთის ეკონომიკას. 2026 წლის 6 მაისს 4 შაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქი ჩავიდა ჩინეთის დედაქალაქში, რათა ეძებნა პოლიტიკური დაცვა, ეკონომიკური მხარდაჭერა და მოლაპარაკებების შესაძლებლობა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა ჩინეთმა, რომელიც ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია, მკაფიოდ მიანიშნა, რომ სურს საზღვაო გზების უსაფრთხოება, ვაჭრობის შეუფერხებლად გაგრძელება და უაზრო ომის დასრულება, რომელმაც უკვე პეკინის ინტერესებზეც დაიწყო ზემოქმედება. ირანს იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდა მოკავშირეს, რომელიც მზად იქნებოდა ვაშინგტონს ბოლომდე დაპირისპირებოდა. მან კი იპოვა ცივი, გამოთვლილი და პირველ რიგში საკუთარ გემებზე, რეფინერიებზე, ექსპორტსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ზრუნველი ზესახელმწიფო. არაქიშის რისხვა აჩვენებს რეჟიმს, რომელიც კუთხეშია მიმწყდეული ამერიკული სანქციების, ზღვაზე თავდასხმების, ეკონომიკური კრიზისისა და მზარდი იზოლაციის ზეწოლის ქვეშ. თეირანმა სცადა ჰორმუზი გლობალური შანტაჟის იარაღად ექცია, მაგრამ საბოლოოდ დააფრთხო სწორედ ჩინეთი, მყიდველი, რომელიც ირანის ეკონომიკის დიდ ნაწილს ინარჩუნებს. ეხლა მოგზაურობა, რომელიც ძალის ჩვენებას უნდა ემსახურებოდეს, სუსტ მხარეს აჩვენებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანს დატოვა დიპლომატიური ჟანგბადის მოსაპოვებლად. მაგრამ პეკინში უთხრეს, რომ კრიზისი უნდა დასრულდეს, რადგან ჰორმუზის დახურვა ჩინეთსაც აზიანებს. აი ზეწოლა ახლა მეორე მხარეს გადადის. გარდა იმისა, რომ ირანი აწყდება შეერთებული შტატების ზეწოლას, რათა დაასრულოს ეს უაზრო ომი რევოლუციური გვარდიის მხრიდან, ახლა მას მოუწევს გაუმკლავდეს საკუთარი პარტნიორის მოთხოვნასაც, რომელსაც არ სურს გადაიხადოს იმ ომის ფასი, რომელიც რევოლუციურმა გვარდიამ შექმნა სპარსეთის ყურის გულში. ამასაც მალე მოგიყვები. ეხლა ნამდვილად მოგინდებათ არხზე გამოწერა, რომ ინფორმირებული დარჩეთ. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ. სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვეს ნიუს. აბას არაქსი ჩინეთში ჩვეულებრივი ვიზიტით არ წასულა. ის წავიდა იმიტომ, რომ ირანის რეჟიმი კუთხეშია მიმწყდეული. ირანმა თავდასხმა განახორციელა სავაჭრო გემებზე, დაემუქრა გემების გადაადგილებას, პროვოცირება გაუკეთა შეერთებულ შტატებს და ჰორმუზი ეკონომიკურ ბომბად აქცია. მაგრამ ეს იგივე სრუტე ჩინეთისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მისი ინდუსტრიის მუშაობისთვის ახლო აღმოსავლეთის ნავთობზეა დამოკიდებული. როიტერსმა გავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის ომმა გლობალური ნავთობის მიწოდებაში ისტორიული შოკი გამოიწვია, რაც პირდაპირ ემუქრება ჩინეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ანუ თეირანმა სცადა ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინა, მაგრამ ამით პეკინის ჯიბესაც დაარტყა. სწორედ აქ ჩნდება ჩინეთის ცივი ღალატი. ჩინეთმა მიიღო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. დიპლომატიური განცხადებები გააკეთა და მოლაპარაკებებზე ისაუბრა, მაგრამ ასევე მოითხოვა ჰორმუზის სრუტეში ნორმალური და უსაფრთხო გადაადგილების აღდგენა. ირანისთვის ეს მხარდაჭერად ჟღერს. პრაქტიკაში კი ეს ზეწოლაა. პეკინი არ სურს, რომ მისი მომწოდებელი დაეცეს, მაგრამ ასევე არ სურს, რომ ამ მომწოდებელმა დახუროს ონკანი, საიდანაც მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის ნაწილი მიედინება. ირანი სწრაფად გაემართა დაცვის სათხოვნელად, მაგრამ იქ დახვდა ჩინეთი, რომელიც პირველ რიგში ნავებით, ნავთობით და შეხვედრა პეკინში გაიმართა. ზუსტად დონალდ ტრამპის ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ, რომელიც 14 და 15 მაისს იყო ჩანიშნული. ეს დეტალი კრიზისის მნიშვნელობას ზრდის. ტრამპ სურს ირანის საკითხი პირდაპირ სი ძინპინთან განიხილოს, მაშინ როცა ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს ჩინურ ბანკებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ. ამერიკის ხაზინამ უკვე დაასახელა ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სამიზნედ, ხოლო ჩინეთის მთავრობამ უპასუხა უჩვეულო ნაბიჯით. ჩინეთში მოქმედ კომპანიებს უბრძანა არ დაემორჩილონ ამერიკულ სანქციებს. 5 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ დაწესებულ ამერიკულ სანქციებს, რომლებიც ირანული ნავთობის შეძენაში არიან დადანაშაულებულნი. მათ შორისაა ჰენგლი პეტროქემიკალი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სანქციების ქვეშ მოაქცია მილიარდობით დოლარის ირანული ნავთობის შეძენის გამო. ეს არის ის მომენტი, რაც არაქსის დიპლომატიურ გაქცევას კიდევ უფრო სერიოზულს ხდის. ირანს ეკონომიკური გადარჩენისთვის ჩინეთი სჭირდება. როიტერსის მიერ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ჩინეთმა შეიძინა ირანული ნავთობის გემებით გატანილი ექსპორტის 80%-ზე მეტი 2025 წელს. ამ ხიდველის გარეშე ირანის რეჟიმი კარგავს ფინანსურ რესურსებს, ძალას კარგავს და კარგავს შესაძლებლობას, რომ თავისი გარე ოპერაციები შეინარჩუნოს. ამიტომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში მხოლოდ სასაუბროდ არ ჩასულა.
ის წავიდა რომ შეეცადა შეენარჩუნებინა რეჟიმის მთავარი ეკონომიკური საფუძველი იმ დროს, როცა ამერიკული სანქციები და საზღვაო ბლოკადები იწყებს თეირანისთვის მარწუხების მოჭერას. სანამ არაქსი მხარდაჭერას ეძებდა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა დროებითი შეჩერება თავისუფლების პროექტის, ამერიკული ოპერაციის, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ კომერციულ გემებს სამხედრო დაცვით გადაეკვეთათ ჰორმუზის სრუტე. შეჩერება გამართდა ირანთან შეთანხმებისთვის სივრცის მიცემის მცდელობით, მაგრამ ზეწოლა არ დასრულებულა. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა განაცხადა დიდი პროგრესია მიღწეული შეთანხმებისკენ, თუმცა ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამერიკული ბლოკადა ძალაში დარჩებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაშინგტონმა რამდენიმე დღით შეაჩერა წინსვლა. მაგრამ ამ ზეწოლის მიზეზი არ გამქრალა. მიზეზი თავდასხმებია. შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის პრესკონფერენციაზე გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ირანმა კომერციულ გემებზე 9-ჯერ გაისროლა. 2 საკონტეინერო გემი დააკავა და ამერიკულ ძალებს 10-ზე მეტჯერ დაესხა თავს. მან ასევე განაცხადა, რომ 22,500-ზე მეტი მეზღვაური იყო დატყვევებული 1,550-ზე მეტ გემზე. კომერციული გემები სპარსეთის ყურეში ვერ ახერხებენ გადაადგილებას. ადამიანური კრიზისი ძირითადად ამ დატყვევებულ მეზღვაურებში და დაბლოკილ სავაჭრო მარშრუტებში ვრუტებში ვლინდება. გენერალმა განაცხადა, რომ ირანმა ერთხელ ომანსას და 3-ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც შეუტია, მათ შორის ფუჯაირას ნავთობის ტერმინალზე განხორციელებული შეტევა, რომელიც როგორც ითქვა, მოგერიებული იქნა. ამერიკულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ გამოიყენეს საზღვაო ძალების MH-60 და არმიის AH-64 ვერტმფრენები, რათა განეიტრალებინათ კომერციულ ნავიგაციაზე მომართული საფრთხეები. ამერიკელების გზავნილი პირდაპირია. ირანი შეიძლება მოლაპარაკებებზე საუბრობდეს, მაგრამ მისი სამხედრო ძალები კვლავაც ამოწმებენ ზღვაზე დასაშვებ ფარგლებს. ამიტომ არაქსის ვიზიტი ჩინეთში პოლიტიკურ სასოწარკვეთილებას ასხივებს. თეირანი სურდა კრიზისი გლობალური შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა. მაგრამ როდესაც ჩინეთმა გააცნობიერა, რომ საკუთარი ენერგია, ექსპორტი და სტაბილურობა საფრთხეში იყო, მას სახლიდან გასვლა და დახმარების ძებნა მოუწია. საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში ჩავიდა და განაცხადა, რომ ირანი მხოლოდ სამართლიან და ფართო შეთანხმებას მიიღებს. მაგრამ რეალური სურათი სხვა რამეს აჩვენებს. რეჟიმს დროის მოგება სურს, ახალი სამხედრო დარტყმების თავიდან აცილება და იმის უზრუნველყოფა, რომ მისი ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველი ამერიკული სანქციების ფონზე არ დაიხევს უკან. ჩინეთი თავის მხრივ ორ ფრონტზე თამაშობს. ერთი მხრივ ჩინეთი ბლოკავს ამერიკულ სანქციებს ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რათა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს წვდომა ირანულ ნავთობზე. მეორე მხრივ ჩინეთი ითხოვს, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს, რადგან არ სურს, რომ რევოლუციურმა გვარდიამ ყურის რეგიონი ვაჭრობისთვის შავხრელად აქციოს. ეს არის პეკინის გათვლა. ირანი შეიძლება იყოს სასარგებლო პარტნიორი ვაშინგტონის წინააღმდეგ, მაგრამ ის კარგავს სარგებლიანობას მაშინ, როცა ემუქრება ენერგიას, რომელიც ამოძრავებს ჩინურ ქარხნებს, პორტებს, გემებსა და ექსპორტს. ეს წინააღმდეგობა ხსნის, რატომ არის სიტყვა ღალატი აქ მნიშვნელოვანი. საქმე არ გვაქვს საჯარო განცხადებაში გამოცხადებულ ღალატთან. ეს არის ინტერესების ღალატი. ირანი ელოდა ავტომატურ დაცვას, მაგრამ ჩინეთი ზრუნავს საკუთარ გემებზე, საკუთარ კონტრაქტებზე და საკუთარ შეხვედრაზე ტრამპთან. როდესაც პეკინი ამბობს, რომ ჰორმუზში უსაფრთხო გადაადგილება უნდა აღდგეს, ის თეირანს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს. როდესაც ვაშინგტონი მეორადი სანქციებით იმუქრება, პეკინს აიძულებს აირჩიოს ირანის ბოლომდე დაცვასა და გლობალურ სისტემასთან ეკონომიკური კავშირის შენარჩუნებას შორის. ისტორია გვიჩვენებს, რომ საზღვაო მარშრუტების დახურვა თითქმის არასდროს მთავრდება კარგად იმათთვის, ვინც სრუტეებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. 1967 წელს გამალ აბდელ ნასერის ეგვიპტემ ტირანის სრუტე დახურა ისრაელის გემებისთვის, რითაც მნიშვნელოვანი მარშრუტი ჩაკეტა და ისრაელთან კრიზისი გაამწვავა. რამდენიმე დღეში რეგიონი 6 დღიან ომში ჩაერთო. გაკვეთილი მარტივია. როდესაც ქვეყანა ცდილობს საზღვაო გასასვლელი ზეწოლის იარაღად გამოიყენოს, პრობლემა ჩვეულებრივი დიპლომატიის ფარგლებს სდება და ძალის, ეკონომიკისა და სტრატეგიული გადარჩენის სფეროში გადადის. სხვა ქვეყნებმაც ისწავლეს, რომ ძლიერ მოკავშირეებზე დამოკიდებულება არ ნიშნავს უპირობო მხარდაჭერას. ჩრდილოეთ კორეა ისტორიულად ეკონომიკური გადარჩენისთვის ჩინეთზეა დამოკიდებული, მაგრამ პეკინი ხან მხარდაჭერას უწევს, ხან ზეწოლას ახდენს და ხანაც აკონტროლებს, როცა ფხენიანი უარის თქმით იმუქრება. demais a região.
რუსეთი, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, ენერგიას აზიელ პარტნიორებს ყიდის, მაგრამ იძულებულია დათანხმდეს ფასდაკლებებს, რთულ მარშრუტებსა და მზარდ დამოკიდებულებას იმ მყიდველებზე, რომლებიც პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ. ვენესუელამ გარე მხარდაჭერა მაშინ მოიძია, როცა მისი ეკონომიკა ჩავარდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მოკავშირეებიც პოლიტიკურ ფასს ითხოვენ. ირანი ახლა ამავე გზას ადგას, დახმარებას ითხოვს, მაგრამ ხვდება ჩინეთს, რომელიც თითოეულ ნაბიჯს ფრთხილად ითვლის. ახლა შემდეგი ნაბიჯი 3 მიმართულებას მოიცავს. პირველი მიმართულება მოლაპარაკება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ირიბი მედიაციით და დონალდ ტრამპის ზეწოლით, რომ შეთანხმება დაიდოს. მეორე მიმართულებაა ჩინეთის პოზიცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს თეირანის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანაში, რადგან თავადაც ზარალობს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. მესამე მიმართულება რევოლუციური გვარდიის ქცევა, რომელიც შეიძლება ჩაშალოს ნებისმიერი პროგრესი, თუ გააგრძელებს თავდასხმებს გემებზე, მეზობლებზე და ამერიკულ ძალებზე ყურეში. საბოლოოდ მთავარი ფაქტი მარტივია. ჩინეთი კვლავაც აგრძელებს დიალოგს ირანთან, მაგრამ უკვე ნათლად მიანიშნა, რომ არ სურს ჩაითრიოს თეირანის პროვოკაციებით გამოწვეულ ომში და ზარალი მიიღოს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. გალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.